აქ დაამთავრდა მოსაწყენი გზა, ხო, ასფალტი. და ჩვენც აქედან დავიწყეთ. ნაკრძალი სულ პირველად დაარსდა 1935 წელს. დიდი ზღვა იყო, როგორც ვიცი, შემდეგ წარმოიშვა უკვე მთები. არჩილ კიკოძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელიც მოწამლა ვაშლოვანმა. ერთი პატარა წვიმა გადააქცევს ამას ხაფანგად, ხო? ხო, და მე ეჭედა. შეიძლება გაიჭედა და მე ერთ-ერთი ადგილი, საიდანაც ვაშლოვანის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მონაკვეთები ჩანს. მთელი დედოფლისწყლის მუნიციპალიტეტი და ივრის ზეგანით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ზღვიური დანალექები. ეს რა არის, ხო, რო უყურებ რაღაც გიგანტურ სტადიონს გავს. თანაც ტბასაც გავს. რეალურად არც ერთი და არც მეორე. ტბას გავს, კი. აქამდე მოუყვებოდით დაცულ ტერიტორიის საზღვარს და აქედან უკვე შევდივართ დაცულ ტერიტორიაზე. ეხლა მივდივართ რეალურად რაღაცა მდინარის გაკვაულ გზაზე, ხო? კი, ეს არის მდინარის კალაპოტი. საოცარია, რომ რაღაცა აი პატარა ერთ ადგილას გახარა და ყველაფერი არის ახაზე როგორ იცვლება სამყარო, ხო? როგორ იცვლება დედამიწა. ეხლა მივაგენით გლის ნაკვალევს, ხო? როგორც მივხვდი. მე ხაი ამას რო ვათვალიერებთ, ამას რო უყურებთ, აი გამიჩნდა შეკითხვა, საიდან გაჩნდა რა, როგორ ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ საქართველოსთვის როგორც ვთქვით არ არის, ხო? დამახასიათებელი ესეთი გარემო. ეხლა მოკლედ კადრში გამოვიჭრეთ ორბი, ხო? კი. და როგორც ჩანს ბუდეზე. შემოbrunდები თუ არა, კიდე ერთი საინტერესო ფენა ვაშლოვანის. ბერქაყაენის შემოსევის შემდეგ შეწყდა აქ საცხოვრებლების არსებობა. მართლა ეგ შეგრძნება მქონდა ახლა რომ მეთქი სხვა დროში ვართ, ხრეტა რომელი საათია თბილისში თუ რაღაც რა და